აქცია მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან მთავრობის კანცელარიამდე აუდიტორია 115-ის მწვანე მუშტის წევრები, აზოტის ქარხნის ყოფილი თანამშრომლები და საზოგადოებრივი მაუწყებლობის თანამშრომლები დასაქმებულების შრომითი უფლებების დაცვას მთავრობისგან ითხოვდნენ. ვიხარეს ხარშენ, ჰეი, ვიხარეს ხარშენ! ვიხარეს ხარშენ, ჰეი, ვიხარეს ხარშენ! მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთი კვირა უკვე ვიბრძვით, აზოტის მუშების სასარგებლოდ არც სახელმწიფოს და არც საბანკო სექტორს ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგათ. ასე რომ ჩვენ რა ძალაც შევწევს და რა შესაძლებლობაც გვაქვს, ამ ბრძოლას ვაგრძელებთ. სახელმწიფო დღეს არის სრულად უმოქმედა და ჩვენ ვერ ვიქნებით დამსაქმებლის კეთილსინთეზიანებაზე და კეთილდნებაზე დამყარებული, რომელიც არადაარჩენს და ეს ადამიანები არიან ჩაგრულები. დღეს მოუწოდებთ მათ, რომ გამოვიდნენ, ღია დაგვიდგნენ გვერდში. ვაგრძელებთ ბრძოლას საზოგადოებრივი მაუწყებლობის სივრცისთვის, ჩვენი სივრცისთვის საზოგადოებრივი მაუწყებელში და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მივაღწევთ გამარჯვებას. მხოლოდ კონკრეტული დამსაქმებელი კი არ არის პასუხისმგებელი აი ამ დასაქმებულთა უფლებების შევიწროებაზე, არამედ ის ველი, რაც გახლავთ საკანონმდებლო სივრცე და ასე შემდეგ მექანიზმები, გახლავთ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი და მთავრობა ბუნებრივია უნდა გამოდიოდეს და მექანიზმებს ეძებდეს იმისთვის, რომ 1240 ადამიანი ერთ შემთხვევაში 350 ადამიანი მეორე შემთხვევაში შიმშილით სიკვდილისთვის გახლავთ განწირული და ამ დროს დუმილი არის ფაქტიურად დანაშაული. შესაბამისი მექანიზმების არ შემუშავება გახლავთ დანაშაული და ისე ნუ გააკეთებენ, რომ ხალხს დასაკარგი არაფერი ქონდეს.